დღეს სტომატოლოგია აღარ არის მხოლოდ მკურნალობა. ეს არის ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც კომფორტსა და უმტკივნეულო შედეგს გვერდება. ამ თემაზე ჩვენ სტუმართან, სტომატოლოგ იმპლანტოლოგთან ნუცა ზურაბიანთან ერთად ვისაუბრებთ. როცა ძალიან გვეხარია, რომ ხართ ჩვენი სტუმარი და უკვე კითხვაზე გადავალ, რომელიც უკვე შესავალშიც ვახსენეთ, რომ ყოველდღიურად ვითარდება ეს სფერო. 2025 წელიც გამოირჩეოდა სხვადასხვა პროგრესით. აი რა არის ის გამორჩეული პროგრესი, წინსვლა, არ ვიცი, თუნდაც ტექნოლოგიური, რომელსაც გამოარჩევდით და თვლით, რომ სტომატოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით მაყურებელს. ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ სტომატოლოგია არის მედიცინის ნამდვილად ის დარგი, რომელიც ასტრონომიული სიწრაფით ვითარდება. რითიც ჩვენ ქართველი ექიმები განსაკუთრებით ვამაყობთ სტომატოლოგიაში არის ის, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, იქ სადაც არის სტომატოლოგიური ტექნოლოგიური მიღწევა თუ სამეცნიერო თუ კლინიკური, ქართველი ექიმები აბსოლუტურად პარალელობაში ვართ და ფეხდაფეხ ყოველთვის თავმდებთ მსოფლიო ტენდენციებს. თუ კი ადრე მე-20 საუკუნის ბოლოს ან 21 საუკუნის საწყის ეტაპზე მოითხოვდა გაცილებით დიდოს მკურნალობის თვალსაზრისით, ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია 5 დღეში ჩავატიოთ და შევძლოთ ისეთი შედეგის და ღიმილის მიღწევა, რაც ფაქტობრივად ადრე უტოპიას წარმოადგენდა. სტომატოლოგია გახდა სრულიად უმტკივნეულო, ბევრად უფრო მარტივი, კომფორტული, მოქნილი და ის დრო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში, რა თქმა უნდა, დავზოგეთ ამ მიღწევების შედეგად. და ეს 2025 წელს უკვე რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამარცხებულია 21 საუკუნეში დღეს აქ და ახლა ამ მომენტში საქართველოში ძალიან კარგი და ბევრი განვითარებული სტომატოლოგია და კლინიკა. მე ახლა საკუთარ თავზე და საკუთარ კლინიკაზე ვისაუბრებ და შესაბამისად დენტოფობია ფაქტობრივად 99.9% არის დამარცხებული, ასე რომ. ნუ ერთი დიდი აღმოჩენა, რომელიც ასევე შარშან ნახე და ნინი მე მგონი ჩვენ ორივე ძალიან გავუცდით ამ სიახლით იყო, რომ მეცნიერებმა იაპონიაში შესძლეს ხელოვნურად აკბილის გაზრდა და ერთგვარი ალტერნატივა შემოგთავაზეს იმპლანტაციას. რამდენად ხედავთ, რომ ეს გახდება ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ეს არის უახლესი კვლევები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სანამ იაპონელები ამ კვლევას დადებდნენ 2021 წელს ამერიკაში შეიმუშავეს ეს ტექნიკა, რომელიც გულისხმობდა USH 1 ცილის დათრგუნვას და ძალიან ცნობილ და მაღალ რეიტინგულ, მაღალი იმპაქტიან უშუალოდ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატიას, სადაც სწორედ ამაზე საუბრობდნენ, რომ თანამედროვეობაში შეძლებდა უკვე ეს პრეპარატი, მექანიზმი ჩაენაცვლებინა იგივე სხვა პროთეზები თუ დენტალური იმპლანტები უკვე ახალ გამოგონებას. ეს გახდათ ჟურნალი Science Evidence, რომელიც ძალიან პოპულარულია და ეს იყო ისეთი სარწმუნო, ეს აღარ გახდათ უკვე ჰიპოთეზა, არამედ იყო რეალურად ბიოლოგიური მექანიზმი, რომელსაც დაეყრდნო უკვე იაპონია და 2024 წელს, 2025 წლებში მათ დაიწყეს ჯერ 24 წელს ცხოველებზე, ყოველასათვის კარგად ცნობილია თაგვებზე კვლევა და მან პოვა ნამდვილად დადებითობა. შემდეგ 2025 წელს უკვე ჩაატარეს კვლევები ადამიანებზე, მაგრამ დღეს ეს არ არის ხელმისაწვდომი, უნდა ითქვას, რადგან აქ ეთიკური კომისია აქტიურად მუშაობს, ეთიკური მედიცინა და არ არის ადვილი ადამიანებზე ცდების ჩატარება, თუმცა გვპირდებიან იაპონელები, რომ 2030 წელს ამ პრეპარატს ეკრენ უკვე მარკეტინგული შეფუთვას და შესაბამისად შესაძლებელია უკვე კლინიკური სტომატოლოგიაში მისი ჩაშვება. ანუ კლინიკური მიზნობრიობა მიეცეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმოვებ, რომ ამის გამო პაციენტებმა თავი არ უნდა შეიკავონ მისლისგან და არ იფიქრონ, რომ რადგან 5 წელიწადში შეიძლება რაღაცას გვიპროგნოზებენ და შესაძლებელია, რომ პრობლემა აღმოიფხვრას, მოდით ნუ დაველოდებით, რადგან ჯერ კიდევ ეს სამეცნიერო კვლევის ობიექტს წარმოადგენს. მოვლის ნაწილია. უნდა გკითხოთ, იცით რა არის, ხშირად არის ხოლმე, რომ ხშირად მარტო, როდესაც მივდივართ კბილის ექიმთან, მარტო კბილები გვაინტერესებს, მაგრამ გრძილებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ხრუსმოვლას, როცა პირის ხრუსმოვლას ეხება საქმე და მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ გრძილის როლი კბილის შენარჩუნების დროს, ან როგორც იმპლანტოლოგს კითხავთ იმპლანტის შენარჩუნების ნაწილში. ჯერ კიდევ 3 საუკუნის წინ, როდესაც თანამედროვე სტომატოლოგიის ფუძემდებელმა პიერ ფოშერმა, ფრანგმა მეცნიერმა სტომატოლოგმა 5 პუნქტში, რომელიც მოგვიწოდა და დღემდე თანდევს თანამედროვე სტომატოლოგიას, იყო ის, რომ კბილის შენარჩუნება ამოღებაზე უპირატესად. ანუ ჩვენთვის თავარი ყოველთვის უნდა იყოს კბილის შენარჩუნება, მაგრამ კბილის შენარჩუნებას განაპირობებს სწორედ ჯანსაღი გრძელი და დაცული ჰიგიენური გარემო. რასაც რეალურად უზრუნველყოფენ პაროდონტოლოგები და მნიშვნელოვანია ასევე იმპლანტის შენარჩუნებაში, რადგან არსებობს ასეთი დაავადება პერიიმპლანტიტი, რომელიც არასასრული ჰიგიენის დროს ძალიან ხშირად ვითარდება, რომელიც არ ღვევს იმპლანტის ირგვლივ ქსოვილს დაშრეს. როდის არის საჭირო დავიწყოთ სწორი მკურნალობა კბილების და პირის ხრუსი, რომ აი ეს საჭიროება
თავი დავიდეთ როგორც სამახსენეთ ბილების შენარჩუნებაზე ვიყოთ ორიენტირებული და არა მათ გამოცვლაზე ვიყოთ. კი ბატონო, პირველი კბილის ამოჭრისთანავე ვიწყებთ უკვე კბილის მოვლას სპეციალური საბავშვო ჯაგრისების დახმარებით, რომელსაც ასევე რეკომენდაციას უწევს ბავშვთა სტომატოლოგი მშობელს და შემდეგ უკვე როდესაც ბავშვის კოგნიტური უნარები ყალიბდება, დედა ან მამა უნდა იყოს ნათელი მაგალითი, მასთან ერთად შედის აბაზანაში და უყურებს შვილი როგორ უვლის მშობელი პირისხულს. შესაბამისად ამას დაისწავლის ბავშვი და ის რომ დღეში ორჯერ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, წელიწადში ორჯერ აუცილებელია ბავშვის მიყვანა სტომატოლოგთან და ასევე ზრდასრული, საქმე უნდა აღნიშნოს, რომ მშობლები ნუ დაელოდებიან პრობლემის დადგომას. სანამ პრობლემა დადგება და სანამ ბავშვს ექნება ტკივილი, აუცილებელია მანამდე უფრო სასიამოვნო გარემოში, სასიამოვნო მოგონებები დაუტოვოთ ბავშვს და პრევენციული თვალსაზრისით მიიყვანონ სტომატოლოგთან და შემდეგ როდესაც უკვე ბავშვთა ცვლადი თაკვირის დროს დაჭირდება ვიზიტი, კბილის ამოღება, ასაჭიროების შემთხვევაში კარისის მკურნალობა, ბავშვის ვიზიტი უკვე აღარ იქნება ემოციურ უარყოფით ემოციასთან დაკავშირებული, იქნება ბევრად უფრო მარტივი, სასიამოვნო და ამ დროს სტრესს არ იღებს არც შვილი, არც მშობელი და ჩვენს კლინიკაში ბავშვები იტყუებიან კიდე ჩვენთან რომ თითქოს რაღაც აწუხებთ, რამ იმდენად უხარიათ მოსვლა. დიახ, რა თქმა უნდა. პირველი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს და პირველი შეხება, პირველი ემოცია ხო ცხოვრებაში ყველაფერი პირველ ემოციასთან განსაკუთრებით ისეთია სენსიტიური. აქედან გამომდინარე უნდა დაუტოვოთ მხოლოდ სასიამოვნო მოგონება. რამდენ ხანს დარჩუნდება ეს პირის ღრუში და აუცილებლად თორემ მისი განახლება? საშუალო სტატისტიკა რო ავიღოთ 10-დან 15 წლამდე ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს იმპლანტი, მაგრამ დამოკიდებული ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე და ასაკზე რა ასაკში გაკეთდა ის. ასევე დამოკიდებულია იმაზე, როგორ უვლის პაციენტი პირისხულს და ჰიგიენური უნარჩვევები როგორ აქვს გამომუშავებული. გარდა ამისა, კვებითი ქცევები როგორია და მავნეჩვევები. ქრონიკული დაავადებების დროს როგორ ხდება ჩარევა? რისი გათვალისწინება ხდება, იმიტომ რომ არ არის ეს განყენებული სფერო, ხო? მთლიანი ორგანიზმის ნაწილია და როგორ ითვალისწინებთ და როგორ მუშაობთ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მთავარი არის ქვეყნის პოპულაციაში ცნობიერების გაზრდა. აუცილებელი რომ ადამიანს გქონდეს კბილები იმისთვის, რომ პირველადი გადამუშავება და პირველადი მონელება იყოს ადეკვატური. ამის შემდეგ უკვე გადამუშავებული საკვები უნდა გადავიდეს კურსში, მაგრამ თუ კი პაციენტს არ აქვს კბილები და მექანიკურად არ დამუშავდა და ფერმენტულად მე ის არ დაიშალა, ესე იგი რა გამოდის, რომ დაუმუშავებელი ულუფა მონელებელი გზით ხდება კურსში და კურსს უკვე დამატებითი ფუნქცია ეკისრება. ასეთ შემთხვევაში უკვე კურსს ეს აღარ ძალუს, შესაბამისად მჟავე გარემო ირღვევა, იზრდება მჟავური სეკრეცია, რომელიც თავისთავად იწვევს კურსის მთელ რიგ დაავადებებს და პრობლემებს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის პირისხულს დაავადებების როლი კარდიოლოგიაში. ხო, გაგიკვირდებათ რა კავშირი უნდა ქონდეს პირისხულს დაავადებას კარდიოლოგიაში, მაგრამ ჭეშმარიტი და პირდაპირი კავშირია და რას გულისხმობს, როდესაც პირისხულში გვაქვს ასევე ნადები და ასევე ანთებითი და ინფექციური გამოვლინებები, აქაც წინა ხაზზე მოდის აგრესიული ბაქტერიების ჯგუფი, ეს არის Streptococcus viridans, რომელიც იზრდება და პირის ღრუში მათი რაოდენობა იზრდება და აგრესია იზრდება და პირის ღრუში ღრზილებიდან სისხლის დროს ეს ბაქტერიების ჯგუფი ხვდება სისხლში, სისხლის ცენტრალურ სისხლში ცირკულირებს, ის აღწევს უკვე დაზიანებულ გულის კედელთან ან ხელოვნური სარკმლის კედელთან ფოკუსირდება და იწვევს ენდოკარდიუმის დაავადებას, ეგრეთ წოდებულ ენდოკარდიტს, ანთებას. დღეს თანამედროვე მედიცინაში მე ვამაყობ ამით, ჩემი გუნდით, კლინიკით, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი კარდიოლოგებთან და ასევე გასტროენტეროლოგებთან და მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ კი არ მოხდა პირისხულს პრობლემების მოგვარება და თავარი გამომწვევი ფაქტორის მოცილება, ფაქტობრივად მათი მკურნალობა არის მხოლოდ რემისიული და ის აუცილებლად იქნება მორეციდივე. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხო პირისხულს ასევე ლამაზი ღიმილის მიღწევისთვის, რა არის საჭირო ესეც რომ რჩევებით რომ მოგწეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მნიშვნელობას ვარიჭებს სტომატოლოგიაში უკვე ესთეტიკურ ნაწილს, რადგან ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე მთლიან ფუნქციურ რეკონსტრუქციებზე ვიყავით დაყრდნობილი, რადგან არ იყო ის თანამედროვე მასალები, ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც უკვე იმ ლამაზ და ჯანსაღ ღიმილს ისევ, რომელიც ფაქტობრივად განურჩეველი არის საკუთარი ბიოლოგიური ქსოვილისგან. შესაბამისად, დღეს აქ და ახლა უკვე თავისუფლად არის და შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების და ბიოლოგიურად კარგად გამოყენებადი მასალების დახმარებით უკვე შევძლოთ იგივე ვილირებით, იგივე გვირგვინებით აღვადგინოთ ესთეტიკური დისკომფორტი და ნებისმიერ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ასაკს, ლოკაციას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს საოცნებო და სასურველი ღიმილი ძალიან მოკლედ გაწერილ დროში, რაც თავარია უმტკივნეულოდ და ამას სწორედ განაპირობებს ის თანამედროვე მასალები და ციფრული ტექნოლოგიები და წინასწარ ასევე ღიმილის ხაზის შეთავაზება, ანუ წინასწარი მოდელირება ღიმილის, რასაც ჩვენ პაციენტს ყოველთვის ვთავაზობთ, რაც რა თქმა უნდა შემდგომ პოზიტიურად
აისაღება როგორც ესთეტიკურ ნაწილზე, ასევე ფუნქციურ ნაწილზე. ამიტომ მე არ მინდა გამომიჯნო სტომატოლოგიაში ფუნქციური რეკონსტრუქცია და ესთეტიკური, ეს არის ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში. ამიტომ ჩვენ როდესაც ზრუნავთ ფუნქციურ რეკონსტრუქციაზე, იქ ყოველთვის ვითვალისწინებთ პაციენტის ესთეტიკურ ნაწილს. რადგან ღიმილი, როგორც ვიცით, არის სწორედ ის მთავარი ნიშა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში წარმატების სულ მცირე 50%-ს განაპირობებს. ნამდვილად. დიდი მადლობა, ლუცი.